პირველში მე ეს არ მოწონს ეს საზოგადოების თარობის დაყოფა, იმიტომ რომ რაღაცნაირად მე მგონი ქართული ოცნების პასუხისმგებლობას ამცირებს, გეგონება ჩვენ თავიდან ბოლომდე ასე ვთქვათ, ყველას უნდა ამ ქვეყანაში ევროინტეგრაცია და მაინდამაინც რამდენიმე ადამიანს თარობაში არ უნდა. სინამდვილეში პრობლემა ხომ მაშინ მდგომარეობს, რომ თარობის ეს ანტიევროპული ნაბიჯები საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა რა მიზეზისა უნდა იყოს ამის, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში სხვანაირად მოექცეოდა ჩვენი ამორჩეველი მათ შორის. მით უმეტეს რომ ხო დავინახეთ, რომ არაფერი სიხარულის სახეზე არ ეტყობოდათ ქართულ ოცნების წარმომადგენლებს. ისეთი დასკვნა დაიდო, რომ კი ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ფაქტობრივად რაც წერია იმ 9 პუნქტში, ეს ნიშნავს, რომ გაჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი. ამდენ ჩაგვიწერეს, რომ ხალხმა ეხლა მიხედეთ არჩევნებს, იმიტომ რომ მანამდე არაფერი არ მოხდება. და მე მგონი არასერიოზული იქნებოდა ევროპელების მხრიდან ის ეთქვათ, რომ ქართულმა ოცნებამ, ქართული ოცნების უმრავლესობამ შეიძლება მაგალითად სუსის ზედამხედველობა გააძლიეროს, როცა აქროს სუსი მოდის ამ მთავრობა, იქეთ რიგში დგებიან პარლამენტარები, რომ ესე თავისი კეთილგანწყობა გამოხატონ და რის გამკონტროლებელები ისინი არიან, ხო, ეს ხო ძალიან სასაცილოდ არის, გამოიყურება ეს ყველაფერი. ამიტომ ცხადი ევროპელებმა პირდაპირ თქვეს, რომ ამ ხელისუფლების ფარგლებში სანამ ესენი არიან ხელისუფლებაში, არაფერი მეტი აღარ იქნება და გაჩერდა ევროინტეგრაციის პროცესი. კი შეიძლება ისეთ დათქმებზეა საუბარი, რომელიც თავსებადი არ არის ქართული ოცნების ბუნებასთან და მის მიზნებთან? ამაზე საუბრობთ თქვენ? ხო, ანუ აბსურდია ამ რეალობაში, ოდნავ მაინც თუ გესმის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება, დაუშვა რომ ქართული ოცნების დეპუტატები პირობიდან ირაკლი ბერაია, ის ბერაია გააკონტროლებს ლილუაშვილს. აი ეს იმდენად სასაცილოდ გამოიყურება, რომ უბრალოდ არ არსებობს, რომ ამაზე სერიოზულად შეიძლება დავიწყოთ ლაპარაკი. აი რა კანონი და მივიღოთ, ან რა წესრიგი უნდა დავამყაროთ, რომ ეს მოხდეს უბრალოდ. მთელი პრობლემა ხო იმაში მდგომარეობს, რომ არაფორმალური მართლობა უფრო არის ჩვენი პრობლემა, ხო? და არა ის, რომ რაღაც კანონი გვაქვს, ასეთი მიღებული თუ ისეთი. აქედან გამომდინარე, ევროპელებმა გვიტყვეს, რომ გაჩერდა თქვენი ევროინტეგრაციის პროცესი. აი რაც თქვენ ზოგადად კი გვესმის ევროპული ოჯახი გინდათ ასე, აგერ მოგეცით შანსი, გაგიხსენით კარები, ოფიციალურადაც გავაკეთეთ, გავაფორმეთ, მაგრამ ისეთი პირობა ჩაგვიწერეს, რომ მეტი აღარაფერი არ მოხდება. არჩევნებამდე მინიმუმ არაფერი არ მოხდება და გასაგებია თუ ქართული ოცნება არჩევნებს იგებს. იგივე სუსი და იგივე რა ვიცი ეროვნული ბანკი და იგივე ცესკო ხო რჩება და თუ იგივე რჩება ხო ეს ევროინტეგრაცია არ გაგრძელდება. მე მგონი ძალიან კაფეო გზავნილი იყო, იმიტომაც არ გაუხარდათ გუშინ ხარიბაშვილს და ქართული ოცნების წარმომადგენლებს, თუ ძალიან კაფეო გზავნილი იყო თუ წავიკითხავთ ამ 9 პუნქტს, რომ თქვენ მთავრობა უნდა შეცვალოთ თუ გინდათ რომ ევროინტეგრაცია გაგრძელდეს და ეს გზავნილი გვაქვს მისატანი ამორჩეველთან გასაგებად და არა უბრალოდ იმიტომ რომ აი როცა ჩემი კოლეგებს რო უყვართ ხოლმე მარტო რუსების სახილით, არამედ შინაარსობრივად რომ ჩვენ რომ მოვალთ სუს რას უზამთ მართლა ევროპელები ხო გთხოვენ ეხლა ჩაგვიწერეს გააკონტროლეთ სუსიო, გააკონტროლეთ რა ვიცი ცესკო კომისია მარეგულირებელი და ასე შემდეგ და რას ვიზამთ ჩვენ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს და მე მგონი აი ხო ოპოზიციას გაგვიშთა ახლა საშინაო დავალება რომ ჩვენ არჩევნებზე მივედით ისე რომ პროევროპული პოზიცია გქონდეს ამ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და იმედი არა მარტო ამ საკითხებზე. ანუ ეს ოპოზიციისთვისაც არის გზამკვლევი რა დღის წესრიგით უნდა იყოთ თქვენ ამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რომ აჩვენოთ ალტერნატივა სანდრო ალტერნატივა კომპეტენცია მე სხვანაირად ვერ გავიგებდი ამ შანსებს. ხო, ნუ ეხლა ბევრი შეხვედრა იქნება, მათ შორის ეხლა იქნება ორი ჯერ რა თქმა უნდა ვკითხავთ ევროპელებს რამე სხვა ხო არ იგულისხმოს, მაგრამ მე ამჯერად რომ ევროპელები ამდენად არ ერკვევიან ჩვენ რეალობაში, რომ უბრალოდ ეს რეკომენდაციები დაეწერათ. სხვა თუ არაფერი კობახიდას SMS-ებს რო უგზავნიან, ხო კობახიძე არანაირ ფორმალურ თანამდებობას არ იკავებს, მაგრამ ევროპელებმა ხო იციან ვინ ირევს გადაწყვეტილებას. იმიტომაც უგზავნიან კობახიძეს SMS-ებს. ესე იგი იციან მშვენივრად რა ხდება ჩვენ ქვეყანაში და რადგან იციან, ესე იგი ჩაწერეს რომ სუსი გააკონტროლეთო, ხოცებს კი აუთხეს ეს ჩვენ გვითხრეს თქვენ რომ მოხვალთ ხელისუფლებაში ოპოზიციაო თქვენ რას უზამთ სუსო აი ეს გვითხრეს და ჩვენ ახლა ამ კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი იმიტომ რომ სუს ხოცები ვერ გააკონტროლებენ და აბსურდია მთელი მართლობის სისტემა უნდა ამოატრიალონ ამისთვის ამაზე ბუნებრივი არ წალებ თუმცა ერთ წელი დარჩა არჩევნებამდე რა ის რადიკალური რეფორმები მაგრამ აი ჩვენ თუ გვექნება გასაგები პოზიცია მაშინ ევროპელების მიხვდებიან რომ აი ჩვენ თუ მოვალთ ჩვენ თუ ამას განვახორციელებთ ევროინტეგრაცია გაგრძელდება და თუ არა და გავჩერდებით და თუ ეს არის გზავნილი ეს არის ჯილდო ანუ ეს არის ჯილდო და ამოდროულად გზავნილი იმავე დაჯილდოებული ადამიანებისთვის რომ წადით და არჩევნებზე აირჩიეთ ის ხელისუფლება რომელიც ამ დათქმებს განახორციელებს და ქვეყანას სხვა ეტაპზე გადაიყვანს ნამდვილად ევროპელებმა გითხრეს რომ თქვენო თავრობამ 12 წუთიდან შეასრულა 3
რაც არ უნდა იყოს ამ ყველაფერი პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით კანდიდატის სტატუსს მაინც მოგცემთ, მაგრამ ეხლა ეს ერთთავრობა რეალურად არაფერს არ აკეთებს, 9 პუნქტი ხო ვერ შეასრულა, მნიშვნელოვანი პუნქტები ხო ვერ შეასრულა, ჩვენს გვესმის რომ ვერ შეასრულებს, აი ამას მიაქციეთ ყოველს და ამას მიაქციეთ და აბა ოპოზიცია თქვენ იცით, დაფიქრდით რა გინდათ, მოიგეთ არჩევნები და განახორციელებთ და ვერ მოიგეთ არჩევნებს, ან მოიგებთ და არ განახორციელებთ, კი დავრჩებით სადაც ვარ. მე მგონი ძალიან კარგი იყო, ეხლა ბუნებრივია შეიძლება ეს მე გავიგე ასე და სხვანაირად რაღაც ევროპელების სხვას გულისხმობდნენ და რო გვაჩვენებს ამას, მაგრამ მე მგონი სხვა ახსნა რაღაც თუმცა ალოგიკურად გამოჩნდება ამ სიტუაციაში იმ ტექსტიდან რაც მე წავიკითხე ყოველთვის დღეს.